ამისთვის გამოგიძახეთ, ბატონო ქიშვარდი, ვეღარ ვაკავებ და რა ვქნა. სხვას რო წიგნი უჭირავს ხელში, აგი ღორჯოებს დასდევს, დღე და ღამე ზემო კუხაცი. რა ვქნა. ამასწინეთ, გოგოძეები საზიარო ჭაში საზამთრო ჩააგდო. გასკდა ბატონო საზამთრო. ერთი კვირა კომპოტს სვამ, წყალის მაგივრად 2 ოჯახი. მომკალი ვიღაცა. მართლა ბიჭო? თქვენ ფიქრი ნუ გაქვთ ხალბატონო იულია. ჩავიყვან მე მაგას გურიაში და ჭლიკი დავკიდებ ჭადარზე. არ ვიცი ბატონო რითი დაკიდებ, მაგრამ ბედნიერია დედამისი და მამამისი მაგის საქციელს რო ვერ ხედავს. როგორ ფიქრობთ ხალბატონო იულია? ვითომ სულწასულია მაგის საქმე და აღარაფერი ეშველება მაგუბედურს? რა უნდა ეშველოს? ამ კვირის წორს კოპაძეების წისქვილში 1 ფუთის სიმინდი გავატანე დასაფრთხვალად. და 2 ოყა მომიტანა. ვიღაცა კუხალეიშვილის ობლებისთვის დაუტოვებიათ. შიათო და მარტო არიან და ცოდო არიან. ასე რაყაჩაღებით. უყურე შენ? მართლა ბიჭო? მაგი რა ბატონო. მაგან და მასავით უპატრონო კუკურია უგულავამ ატამი მოპარეს საკუთარ გეოგრაფიის მასწავლებელს დათიკოს ვერავ. და ვიღაც მართხოჯელ ლავე ბაქტადეს გოუცვალეს ატყაჟეშში. ერეკლე მეორეს ხმალიაო. აბა? უყურე შენ? მართლა ბიჭო? ბატონო ქიშვარდი, რო დაგიჩემებიათ, მართლა ბიჭო, მართლა ბიჭო. ამხნის ქალი ვარ და ჩემი არ გჯერა, არ გჯერა. მაგას რა ვაკადრებთ ხალბატონო იულია, მაგრამ მე იმას ვფიქრობ. რა ეშველება მეთქი ახლა ამას? უსაშველო რა ჭირს ბატონო, მაგრამ მაგას კაცის ხელი სჭირდება. შარშან თუ გადავრჩებოდი არ მეგონა. აგერ ეზოში ცეცხლი დაამთეს და ფეხს ყოფდნენ ცეცხლში. ვინ უფრო დიდხანს გოუძლებს. და ამ სულეობა გოუძლო, აბანა, აჩვენე ბიჭო ფეხი. ვაიმე შვილო. სანამ ცოცხლები იყვნენ, მაგის მშობლები ახლოს არ გამაკარეს ბაღანას. ახლა რითი გოუთფო მე მაგას გული? თუ სწავლობს მაინც რამეს? ბაღანაი რომ საკუთარ მასწავლებელს ატამს მოპარავს და ბებიაც ვერცხლის ხովზებს გოუყიდის იმ გათახცირებული ქარყვნილი წიგნი რომა დეკამერონი იმის გულისთვის. იმან რა უნდა ისწავლო? წავიყვან მე მაგას გურიაში და ჭლიკი დავკიდებ ჭადარზე. აგერა ბატონო და დააკვირდით ახლა თქვენა. ჩვენ ლაპარაკი რა ხარუხათ ეყურება ამას. ერთი წარბიც არ შეუტოკებია. გაიღალა საწალიულია ბები. როგორ ტკბილი ხმა ჰქონდა და როგორ გაავები. თუ ბაბუას ტკბილ ხმასთან შედარებით მეჩვენებაა. დაიღალა ალბათ. როგორ არ გამატანოს ამ მოხუც კაცს. ბაბუა რომაა თურმე ჩემი და ისეც არაფერს გავაკეთებ რომ გული ვატკინო. ეს სკოლის მოწმობაა ბატონო ქიშვარდი, რომ მე-4 კლასში გადავიდა და დაგჭირდებათ ალბათ. მაგრამ ერთი შეცდომა მოსლიათ. ლომჯარიან ნოდარის მაგივრად, ლომჯარიან ნადირი დაუწერიათ. მაგრამ მე რომ ვკითხოთ, სწორედ მაგია მაგის სახელი. იბარა, ასე კიდრივი ჭიშველი, საწავიყვანო, შეგალო. ასე კიდრივი ჭიშველი წამევიყვანე შარშან მე აბჭალიდან. ახლა სირმედიან ჩოხა ახალუხს ვერ შოუკერავ მე მაგას. სადაა ბიჭი? ჩამოდი ბიჭო ძის. ჩამოდი ბიჭო. ამას გოუძლებ მე ახლა? ხოდა წავიყვან მე მაგას გურიაში და ჭლიკით დავკიდებ ჭადარზე. რითი წინდათ იმით დაკიდებ, ბატონო ქიშვარდა, მე მომაშორებ. ჭლიკით ბატონო, ჭლიკით.
დასმინდა ახლა რომ ვიდეო ამკაც. არც ბიძაშვილებს გამოემშვიდობე და არც არავის. რაც მოგ თქვას, გაქცევას რა უნდა. ეს შენ გეტყვი დაგეწევა თუ რა? მაგრამ რაღაცა მაგალებს. რაღაცა ძალა. რა ხუია დედამამძაღას. ბაბუ, რაზე ფიქრობ? არაფერს. Ozdat rahmeti, Ozdat rahmeti, Ormatsi, Ormazderti, Ormazdar, Ormazdasan, 4, 5, 6, 7, 8. Ozdat rahmeti წელს ბაბუა შენ დაბადებული. 58 წელია ახლა. გამოდის რომ მე-11 წელიწადში ხარ გადამდგარი. ხო და არაფერზე ფიქრი არ ეკადრება შენ ხელავაშკაც. თუ ფიქრობ და მემალავ, ა? არა ბაბუ, არაფერზე არ ვფიქრობ. უნდა იფიქრო ბაბუა. დროა, უნდა იფიქრო. ბაბუა. რამდენიმე თვის შემდეგ მე და ბაბუას მოულოდნელად ბებია იულია გამოგვეცხადა. რაზე შეთუხებულ ხართ, ქალბატონო იულია, ყინვაში? არ დამაყენა საწოდავი დედამისი საჩრდილობა. არ შეიქნა უმაგისოდ ჩემი ცხოვრება. თქვენ რო წამეიყვანეთ იმის მერე გულა მომჯდარი დავდივარ. დამიბრუნეთ ჩემი ბავშვი, გეხვეწები, დამიბრუნეთ. ბავშვი მაშინ იყო მაგი, ქალბატონო იულია, თქვენგან რომ წამოვიყვანე. თორემ ახლა კაცია და აგერა. ხო და თუ უნდა წამოსვლა მე ვერ დავაკავებ. ნაწყენია ახლა მაგი ჩემზე. თქვენისთანავ ოქროპირი და ბრძენი ადამიანი თუ მოაბრუნებს ახლა მაგის გულს ჩემსკენ. თქვენ ორი ყავთ ქალბატონო იულია, ყოლიას ბიჭები და მე ამ ერთსაც აღარ მიტოვებთ? ანგარიში და თვლა არ ცოდნია შვილიშვილს. 100 რო ყავდნენ სულ ერთია მაინც. მართალი ბრძანდებით. სათვალავი არის ის შვილიშვილი. ნუ წავიყვან ცოდვიან სამქვეყნიდან. რა პირით შევხვდე დედამის და მამამის საიქიოში? მე და თქვენ გასწრებაზე ვართ, ქალბატონო იულია.
კაცი შვილმა არ იცის თუ ვინ როდის სწავა. ხოდა მე თუ გაგასწარი. მე რა პირით შევხვდე დედამის ან მამამის. ღმერთმა თქვენი სიკვდილი ნუ გამაგროს ბატონო ქიშვარდი. ჩემი ყველაფერი მაგია. მომკალით და ვერ გაგატანთ ქალბატონო იულია. ბატონო ქიშვარდი, დამარმა უნდა ახლა მაგას დარეცხვა, დაუთოება. დედის მაგირობას თქვენ ვერ გოუწევთ ბატონო ქიშვარდი. არ გამჭირებია მე მაგის მოვლა და არც შველა მithოვია არავისათვის. მართალი ბრძანდებით, მაგრამ ღამე ფეხის დათფილვა უნდა. სკოლაში დევნა უნდა. რომელ სკოლაში? ცნობა რომ ისა ნადირიაო? მაგრამ რომ არ გამოდგა მართალი? რატო არ გამიხვა მაშინ ეს ჩემი ენა, რატო არ გამიხვა ამას რომ ლაპარაკობდი? არც ატმის ქურდობა მოუშლია სხვათა შორის ჩემს ხელში. გახმეს ის ხე, რომლის დაყოფი მაგას ვინმე დაამადლოს. როგორ დაბერებულა ბებიათი. დალეულა და ხმა წასვლი, წელშიც მოხვდა. სად დანაუჭებია სახე და მაინც გავხდედა ჩემს ხატივით ლამას დედას. ახლა რომ თვალები დავხუჭო, სუნთლად დედა ჩემივით გახდება. ერთი თვე მაცალეთ ქალბატონო იულია. აბრეშუმის პრემიას მივიღებ. ადარას მოვდგები. თორემ ასე შიშველს ხომ ვერ გაგატანთ. ოღონდ ახლა გამატანე და ჩემსაც გევიხდი და მაგას ჩავაცმე. კი მოხდება მაგას თქვენ სამოს კი. ყოველი თქვენი სიტყვა სახარებაა მისთვის. თქვენ თუ ეტყვით ღმერთი არ გწონთ ქალბატონო იულია. როგორ უთხრა ჩემს ნაგრამს, ჩემი პირით. გადადი ჩემი ეზოდან და სხვას გაყევი მეთქი. მეც მაგის სისხლი და ხორცი ვარ. რაღაცა 2 დღის სიცოცხლე დამრჩენია და დამიბრუნეთ. დამიბრუნეთ ჩემი ბიჭი. ნუ იგადრებ. ქალბატონო იულია, ნუ იგადრებ. მერთო შენ გაახარეს. ღვთისმიერი კაცი. მოდი ბებია. მოდი. მოდი. მოდი შენი ჭირინე. ჩემი ანიკოს ნერგო. დამოდი ბებია ჩემთან. და მაჩუკე კიდე 2 დღის სიცოცხლე. აყევი ბაბუა. აყევი მოხუცებულ ბებიას. ხოდა როცა გულს იჯერებს შენი სიყვარულით ამასობაში მეც მომელატრები და ჩამოდი ისე უკან. მაგრამ რა გინდა ახლა შენ? შვილიშვილობა შენ ადვილი საქმე ხომ არ გონია? ძნელია ბაბუა შვილიშვილობა, ძნელი. განსაკუთრებით მე და ბებია შენისთანა გამოყრუებული მოხუცების შვილიშვილობა. აცი ხარ ახლა შენ. აქაურობა, ჩიტი და მიმინო არსად გაგექცევა. შენ გელოდება იცოდე.
შეიძლება შენთან დავწო. მოდი ბაბუა. მოდი.